It's a pleasure to be with you on this beautiful afternoon of September 30th. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა დღევანდელ დღეს 30 სექტემბერს. I much prefer to be here in Tbilisi than in Washington, D.C. today because the Congress is trying to sort out their major problems there, worse there than they are here. მე მირჩენია დღეს აქ ვიყო თბილისში ვიდრე ვაშინგტონში, იმიტომ რომ კონგრესი წყვეტს ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს, უფრო სერიოზულ პრობლემებს იქ ვიდრე აქ გაქვთ თქვენ. This is my fourth visit to Georgia. My first visits were in 2001, 2002, 2003, and now 10 years later. ეს არის ჩემი მეოთხე ვიზიტი საქართველოში. პირველი იყო 2001-2002 წლებში, ასევე იყო 2003 წელს და ეხლა 10 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩამოვედი საქართველოში. And the friendship of the people in this country is still the same, but the number of automobiles has increased dramatically. მეგობრობა ამ ქვეყანაში ისევ იგივე დარჩა რაც იყო, თუმცა მანქანების რაოდენობა გაიზარდა. I was a US diplomat for 40 years and then retired in 1987, became a law professor. მე ვიყავი ამერიკის დიპლომატი 40 წლის განმავლობაში, შემდეგ 97 წელს გადავდექი, გამოვედი და გავხდი იურისტი. And then became head of the Iowa Peace Institute in Grinnell, Iowa for 3 years. შემდეგ ვიყავი აიოვას მშვიდობის ინსტიტუტის თავმჯდომარე 3 წლის განმავლობაში. While I was at the State Department, I wrote the first book on something called conflict resolution, track 2, diplomacy. შემდეგ ვიყავი სახელმწიფო დეპარტამენტში და დავწერე წიგნი კონფლიქტის რეზოლუცია ორარხიანი დიპლომატია. Track 1 was government to government and track 2 was everything else. პირველი არხი იყო მთავრობათა შორის მთავრობასთან და მეორე იყო ყველა დანარჩენი. Over the next 6 years, I expanded that concept first to 5 tracks and then 9 tracks and created my institute in 1992 called the Institute for Multi-Track Diplomacy. შემდეგ ეს ორარხიანი დიპლომატია გავზარდე 5 არხამდე, შემდეგ 9 არხამდე და 92 წელს ჩამოვაყალიბე ჩემი ინსტიტუტი, მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი. We're a small non-governmental organization in Arlington, Virginia, and our goal is to build peace among people around the world who want help. და ჩვენ ვართ პატარა არასამთავრობო ორგანიზაცია არლინგტონში, ვირჯინიაში და ჩვენი მიზანი არის რომ დავამყაროთ მშვიდობა ხალხთა შორის. So our 9 tracks are track 1 is government, track 2 is non-government, track 3 is business. და მრავალარხიანი დიპლომატიიდან პირველი არხი არის მთავრობა, მეორე არასამთავრობო სექტორი და მესამე ბიზნესი. Track 4 is citizen exchange program, track 5 is education. მეოთხე არის მოქალაქეთა გაცვლითი პროგრამები და მეხუთე განათლება. 6 is peace activism, 7 is religion. მეექვსი არის მშვიდობისათვის აქტივიზმი და მეშვიდე რელიგია. 8 is funding and the most important of all is communications, and that's where you are an important part to play in this whole process. მერვე არის ფული, დაფინანსება და მეცხრე არის კომუნიკაცია. ის მეცხრე არის ის არხი, რომელიც კრავს ყველა დანარჩენს. We call it a systems approach to peace, a system, which means that all 9 tracks have to work together to build peace. ჩვენ ვეძახით ამას სისტემურ მიდგომას მშვიდობისათვის, რომ იმისათვის, რომ მშვიდობა დამყარეს, ყველა 9 არხი უნდა მუშაობდეს. It's a slow process, but it can work. ეს არის ნელი პროცესი, მაგრამ ამას მუშაობა შეუძლია. We're 21 years old now. We've worked in over 20 countries around the world. ჩვენ ვართ 21 წლის ახლა და გვიმუშავია 20 ქვეყანაზე მეტში. And we went under Google recently and put in quotation marks Institute for Multi-Track Diplomacy, and over 200,000 sites came up. ცოტა ხნის წინ მე Google-ში შევედი და ჩავწერე მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი და 20,000-ზე მეტი საიტი ამოვარდა. 200,000-ზე უკაცრავად. We're known around the world, but we're ignored by track 1. ჩვენ მსოფლიოში გვიცნობენ, თუმცა პირველი არხი ანუ მთავრობა ჩვენ უარ ვყოფს. We've had 285 interns or program managers from 68 countries.
285-ზე მეტი სტაჟიური ყავდა მრავალი ქვეყნებიდან 200-ზე მეტი ქვეყნიდან. And they're all registered on getting their masters or PhDs in conflict resolution. და ისინი ყველანი დარეგისტრირებულნი არიან მაგისტრატურაზე კონფლიქტის რეზოლუციის განხრით. So we came to Georgia in 2001 because we were invited by the chairman of the Georgia American Chamber of Commerce in Washington, D.C. 2001 წელს ჩამოვედით საქართველოში და ისინი დაპატიჟებულნი იყვნენ კონგრესის წევრის მიერ. It was a 2-day conference in Tbilisi with businessmen and parliamentary leaders, and it was opened by Shevardnadze, the president. ორდღიანი კონფერენცია იყო, სადაც ესწრებოდნენ ბიზნესმენები და პარლამენტის წევრები და ეს შეხვედრა გახსნა შევარდნაძემ. And the first day was spent on talking about the pipeline between Baku, Tbilisi, and Ceyhan in Turkey, which they were hoping to build. და პირველ დღეს ისინი საუბრობდნენ ბაქუ, თბილისი, ჯეიჰანის მილსადენზე. I was the first speaker the second day. მე ვიყავ პირველი მომხსენებელი მეორე დღეს. And I told them that I had never heard the word people mentioned, and I never heard the word conflict mentioned. And they had to realize that this pipeline was fraught with potential conflict. და მე ვუთხარი, რომ მათ არ უხსენებიათ ხალხი და მას არ უხსენებიათ კონფლიქტი და შევახსენე, რომ მათ უნდა გაეთვითცნობიერებინათ, რომ ამ მილსადენს შეეძლო პოტენციური კონფლიქტების წარმოშობა. I said that they should hire people along the path of the pipeline, the villagers, to help build the project so they would feel it was a part of their whole life. მე ვურჩიე მათ, რომ მათ ამ პროცესში, ამ აშენების, მილსადენის აშენების პროცესში ხალხი უნდა ჩაერთოთ და ხალხი უნდა დაექირავებინათ ადგილობრივი მოსახლეობა. And I learned later that British Petroleum, who did the construction of this 2,000-kilometer long pipeline, 80% of the workforce was from local villagers along the way. და შემდეგ შევიტყვე, რომ BP, რომელიც ასრულებდა ამ სამუშაოებს, მან დაიქირა 85% მშენებლებისა იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობა. And I also learned they planned to build 2,000 kilometers of fence on each side of the pipeline to protect it from, quote, terrorists. და მე შემდეგ შევიტყვე, რომ ამ მილსადენის გარშემო უნდათ 2000 კილომეტრიანი ხობის, რკინის ხობის აშენება, რომ ტერორიზმისგან დაეცვათ ეს მილსადენი. I came up with a very simple idea. I said to BP, forget about the fence, use the money that we're going to build the fence and bury the pipeline 6 feet underground. და მე მომივიდა ძალიან მარტივი იდეა, რომელიც გავაცანე BP-ს, რომ ეს მილსადენი დაეფარათ მიწის ქვეშ და ეს რესურსი გამოეყენებინათ ამისათვის. So nobody knows where it is, nobody can drain oil off it, and the farmers can plow over it. რომ არავის არ ეწოდინებოდა სად იყო. And they did that, and it's the first buried pipeline in the history of the world. მათ ეს გააკეთეს და ეს არის ერთადერთი მილსადენი, რომელიც არის დამარხული მიწის ქვეშ. So I came back several times in the next several years. But one thing I do want to mention to you was an idea that I had when I was meeting with the head of the petroleum ministry at that time. და მე სხვადასხვა დროს ჩამოსულ და წავსულ აქედან, მაგრამ მინდა გითხრათ ერთი იდეის შესახებ, რომელიც BP-ს ხელმძღვანელობას გავაცანი. A friend of his started talking about how terrible things were in Abkhazia, and after 1 hour I interrupted and I said, "You're going the wrong way. What you need to do is build a peace zone for Abkhazia." ის საუბრობდა თუ როგორი ცუდი სიტუაცია იყო აფხაზეთში და რა საშინელი სიტუაცია იყო იქ და მე ვუთხარი, რომ თქვენ მიდიხართ არასწორი მიმართულებით და რაც თქვენ აფხაზეთისათვის გჭირდებათ არის ეს მშვიდობის ზონა იქ. I explained what that was and then went on to other meetings. მე მას აუხსენი რა იყო მშვიდობის ზონა, მშვიდობის ზონის შესახებ და შემდეგ სხვა შეხვედრაზე გადავინაცვლე, წავედი. But a few days later, I was called by the head of your National Security Council to meet with him, and I didn't know quite why, but of course I met with him. და მეორე დღეს შემდეგ მე მიპატეჟებული ვიყავი ეროვნული დეპარტამენტის, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ, არ ვიცოდი რა თემასთან დაკავშირებით. And it turns out I knew him because he used to be Georgian ambassador to the United States.
he said, I want to talk about and learn about this peace zone idea. და აღმოჩნდა რომ მე მას ვიცნობდი, ის იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი და მას უნდა გაეგო ამ მშვიდობის ზონების შესახებ. So I said, well, this is a demilitarized zone. The people can move about freely and move back and forth across borders if they want to. And you gradually began to build up over time their economy and make it a peace zone so that the people can carry out their own skills and their own business peacefully. და მე ვუთხარი რომ სამშვიდობო ზონა არის დემილიტარიზებული ზონა, სადაც ხალხს შეეძლებათ მიმოსვლა საზღვრებს, ანუ საზღვრის იქით და აქეთ მიმოსვლა შეეძლებათ და შემდგომ რაღაც პერიოდის შემდგომ მათ შეეძლებათ განავითარონ თავისი ეკონომიკა და ბიზნესის წარმოება შეეძლებათ იქ. And he said, you know, the president might like this idea. So 3 weeks later, when I was back in Washington, D.C., I heard that President Shevardnadze approved a peace zone for Abkhazia. და მან მითხრა რომ ის პრეზიდენტს გადასცემდა ამ წინადადებას და შემდეგ რამდენიმე ხნის შემდეგ შევიტყვი რომ შევარდნაძეს ეს იდეა მოეწონა. This is the first time in history a head of state has ever approved this idea. ეს არის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც ქვეყნის ხელმძღვანელმა მოიწონა ეს იდეა. And in September 2003, he sent over to Washington for a week the number 2 member of parliament, and I took him all over Washington. და 2003 წელს მეორე წევრი პარლამენტის ჩამოვიდა ვაშინგტონში. And I took him our National Security Council, I took him with the State Department, I took him with business leaders and NGOs, and everybody thought it was a great idea. და მე ის მოვატარი სხვადასხვა სექტორის დეპარტამენტებში, სახელმწიფო დეპარტამენტებში ბიზნესის წარმომადგენლებს შევახვედრე და ყველა ფიქრობდა რომ ეს იყო ძალიან კარგი იდეა. And then in November, your great Rose Revolution took place and the whole idea disappeared. შემდეგ ნოემბერში თქვენი ვარდების რევოლუცია მოხდა და მთელი იდეა ჩაიშალა. But 2 days after your October election last year, Irakli Abasani, who I knew when he was ambassador in New York to the United Nations, brought out the idea again. He said he thought the peace zone for Abkhazia was a great idea. ორი დღის შემდეგ არჩევნების 1 ოქტომბრის არჩევნების ორი დღის შემდეგ ირაკლი ალასანიამ კიდევ რომელსაც მე ვიცნობდი გააჟღერა ეს იდეა. So an idea that 10 years ago I proposed is still on the current agenda now for the present government. და ის იდეა რომელიც მე გავაჟღერე 10 წლის წინ კვლავ დღის წესრიგშია იმ მთავრობის მიერ რომელიც დღეს არის საქართველოში. I was delighted with your election of last October. მე მოვიწონე თქვენი არჩევნები 1 ოქტომბრის არჩევნებზეა And I was საუბარი. delighted to know about the background of your prime minister. He's a railroad man. He got his master's in railroad engineering in Moscow, and I've done a lot of work in railroads, so we're kindred spirits. და მან მოიწონა პრემიერ-მინისტრის ბექგრაუნდი, ასე ვთქვათ, რომელსაც აქვს თავისი მაგისტრატურა რკინიგზის ინჟინერიაში და მეც მაქვს ამაში გარკვეული გამოცდილება. And thanks to my good friend Irakli Kakabadze, who is here with us, who I've known for 20 years, he had a meeting with the Prime Minister some 4 or 5 months ago. და ირაკლი კაკაბაძის მადლობელია რომ ირაკლი კაკაბაძის ჰქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლიზე ამბობს რომ მე ვიცნობ მას 20 წელია. And he talked about some big ideas that we had for the future of Georgia, and the Prime Minister liked them. და მან მოუყვა ეს იდეები პრემიერ-მინისტრს და მას მოეწონა სამომავლო იდეები და მას ეს მოეწონა. And one of the most important ideas that we proposed was an economic zone for the South Caucasus, like the European Union when they started out, so you could bring together the economies of Armenia, Azerbaijan, and Georgia. და ერთ-ერთი იდეა, რომელიც ჩვენ მას გავაცანით, იყოს ეკონომიკური ზონა სამხრეთ კავკასიაში, ისეთი როგორიც აქვს ევროკავშირს და შეიძლება განხორციელდეს აქ კავკასიაში საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. And he's already picked up this idea, and he's been to Armenia, he's been to Azerbaijan, he's been to Turkey, and all the governments that he talked to at the highest level think this idea of an economic zone
is a great idea. მან ასე თქვათ აიტაცა ეს იდეა, ის იყო აზერბაიჯანში, სომხეთში და თურქეთში, შეხვდა პოლიტიკურ ლიდერებს და ყველა ჩათვალა იქ, ყველამ ჩათვალა რომ ეს იყო ძალიან კარგი იდეა. So I'm a strong supporter of your Prime Minister. მე ძალიან დიდი მხარდამჭერი ვარ თქვენი პრემიერ-მინისტრის. You want to talk about Georgian Russian relations? And when I heard that he was thinking of not completing his term, I wrote him a personal email, and I told him he's a great leader and he should hang in there. He's doing the right thing for Georgia. და როდესაც გავიგე რომ თქვენი პრემიერ-მინისტრი აპირებდა გადადგომას, მე მივწერე პირადი იმეილი მას და რომ უთხარი რომ ის იყო ძალიან დიდი ლიდერი და ის აკეთებდა კარგ საქმეს საქართველოსთვის, კარგ და სწორ საქმეს საქართველოსთვის. So now you know where I stand politically. ახლა თქვენ იცით ჩემი შეხედულებების შესახებ, პოლიტიკური შეხედულებების შესახებ. As Irakli knows, I can talk for a long time about a lot of things, but I'll stop and take your question. როგორც ირაკლი მიცის, მე შემიძლია საათობით დიდი ხნით ლაპარაკი, თუმცა მე აქ გავჩერდები და კითხვებს იმას ვიზამო, თუმცა მე აქ. I want you to know what's on the back of my calling card. You want to read that out? Yeah. აქ თავის ბიზნეს ბარათის უკან აქვს თავის წარწერა და უნდა რომ ხმამაღლა წავიკითხო. Should I read in English or Georgian? First in English and then in Georgian. Okay, I'll start in English. The only way to solve a conflict at any level of society is to sit down face to face and talk about it. ერთად ანუ საუბრობს რომ ერთადერთი გზა პრობლემის მოგვარებისა ნებისმიერ დონეზე, კაცურის ნებისმიერ დონეზე, საზოგადოების ნებისმიერ დონეზე არის რომ დასჯდნენ პირისპირ, იგულისხმება დაპირისპირებული მხარეები და ისაუბრონ ამის შესახებ. I tell young people you can't do it on Twitter or YouTube or Facebook. It's got to be face to face, and I want all of you to remember that. That's the only way you can solve a conflict with your boyfriend or your girlfriend or your wife or your daughter, family, all the way up to internationally. And that's based on decades of experience and practice. მე ვეუბნები ახალგაზრდებს რომ ეს არ შეიძლება გადაწყვეტს Twitter-ით, Facebook-ით, YouTube-ით, ან სხვა სოციალური ქსელებით, ეს უნდა იყოს პირისპირ. იქნება ეს მეგობართან, შეყვარებულთან საერთაშორისო დონეზე და ეს დაფუძნებულია მრავალწლიან გამოცდილებაზე. I'm now in your hands. ახლა კი თქვენს ხელში ვარ. They wanted to hear you about Georgian-Russian relationship. They want you to talk about Georgian-Russian relationship. Oh. What do you think about that and what are your solutions for this conflict? Well, that's a very difficult question, but I certainly have some views on it. I was deeply shocked by the 2008 war when Putin invaded. Now, you've got to realize that Putin is a very careful planner. მე ძალიან შოკირებული ვიყავი 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც პუტინი შემოიჭრა, ასე ვთქვათ, საქართველოში და თქვენ უნდა მიხვდეთ, რომ პუტინი არის ძალიან კარგი, ფრთხილი და გეგმავი. He thought about this for a long time. ის ამაზე ფიქრობდა დიდი ხნის განმავლობაში. And once he had positioned 150 tanks on the border between North Caucasus and South Caucasus. და როდესაც მან დააყენა 150 ტანკი ჩრდილო და სამხრეთ კავკასიაში, And once he'd finished rebuilding a railroad in Abkhazia to bring troops in, then he was ready to move. და როდესაც მან აშენა ეს რკინი გზა აფხაზეთში რომ ჩამოეყვანა ჯარი იქ, შემდეგ შემოვიდა ეს. But in my view, he knew how to needle your president. მაგრამ ჩემი აზრით მან იცოდა როგორ And so he did, and I think a plane came over and maybe a bomb was dropped, and your president reacted and moved in South Ossetia particularly. და ის შემოვიდა და შემდეგ თქვენი პრეზიდენტი ასე თქვა ამაზე And the Russians were ready and they moved in. პროვოკაციაზე წამოვიდა და შემდეგ ისიც შეიჭრა. They moved in with the tanks. Now Putin then declared to the world that this was genocide. შემდეგ მას თავისი ტანკები უკან დახიეს და პუტინმა შემდეგ მსოფლიოს განუცხადა რომ ეს იყო გენოციდი. That's an absolutely ridiculous claim because only 110 people were killed, and that is not genocide under international law by any way, shape or form. ეს არის ძალიან სასაცილო განცხადება, იმიტომ რომ მხოლოდ 100 ადამიანი იქნა
მოკლული და საერთაშორისო ასე ვთქვათ სტანდარტების მიხედვით გენოციდი და ეს ვერ ჩაითვლება. The other thing that he said was that he was sending in a peacekeeping force. Well, it was not approved by the United Nations Security Council at all. He did this on his own, but his own people believed him. მეორე რაზეც საუბრობს ბატონი მაკდონალდი არის რომ შვიდობის ყოფილებზე საუბრო როგორ თქვა შვიდობის დამცველთა კონტინგენტი დამტკიცებული და არალეგალური იყო ხანდია. When you tell a big lie, a lot of people believe it. როდესაც დიდ ტყუილს იძახი მრავალი ადამიანი ამას იჯერებს. So then the president of the European Union, who was the president of France, on behalf of the Council of Ministers of the EU, went to Moscow and negotiated an international treaty. შემდეგ ევროკავშირის პრეზიდენტი, რომელიც ამავდროულად არის საფრანგეთის პრეზიდენტი, ჩავიდა მოსკოვში მოსალაპარაკებლად და ამის შესამუშავებლად. And the fighting stopped. და საბოლოოდ შეჩერდა კონფლიქტი. However, Putin has never carried out a single clause of that international treaty. თუმცა პუტინს არც ერთი პუნქტი ამ 6 პუნქტიან გეგმაზეა საუბარი, ამ გეგმის არ შეუსრულებია. He's not withdrawn his troops as the treaty calls for at all. მას თავისი ჯარები არ გაუყვანია, როგორც ამ 6 პუნქტიან გეგმაში არის. So when I met with the Minister of Reconciliation the other day, I urged him to go to Brussels and urge the EU to push Putin to carry out the international treaty. და როდესაც მე შევხვდი წინ რამდენიმე დღის წინ რეინტეგრაციის მინისტრს, მე მას შევთავაზე, რომ ის ჩასულიყო ბრუსელში, ევროკავშირში და ასე ვთქვათ, ეთხოვა მათთვის, რომ ზეწოლა გამოეყენებინათ პუტინზე, რომ შეესრულებინა ეს გეგმა. And I was pleased to learn that last month both he and the foreign minister had gone to Brussels and had talked about the same idea, which is great. და მე ნასიამოვნებით დავრჩი, რომ გავიგე, რომ ის და საგარეო საქმეთა მინისტრი ერთად იმყოფებოდნენ ბრუსელში, სწორედ ამ მიზნით, რაზეც An international treaty ending a war cannot be ignored by international law. It has to be carried out. საერთაშორისო ხელშეკრულება არ შეიძლება რომ დარღვეულ იქნას. So that's where I'm coming from. That's where you come from? Well, that's what I believe. და იმის მჯერა. So any questions? მაგაზე არის. ბევრი. What's the goal of your visit in Georgia? What's the main goal, main idea? Well, we have opened officially an office here in Tbilisi called IMTD Georgia. ჩვენ გავხსენით ოფისიო მისი ორგანიზაციის ასე ვთქვათ. And Arakni Kakabadze, who has his master's in conflict resolution, is now an American citizen and a Georgian citizen, and he's trying to move on to this big idea of bringing peace to the South Caucasus. და ირაკლი კაბაძეს, რომელსაც აქვს თავისი მაგისტრატურა კონფლიქტის რეზოლუციაში, ცდილობს, რომ ეს იდეა მშვიდობა კავკასიაში განახორციელოს და მანამდე ისაუბრა, რომ თავისი ორგანიზაციის მრავალახიანი დიპლომატიის ინსტიტუტის ასე ვთქვათ ფილიალი დაარსდა საქართველოში და ეს იყო ძირითადი მიზანი მისი აქ ჩამოსვლის. So I've had a number of meetings while I've been here, which have been very, very successful. და რამდენიმე მრავალი შეხვედრა მქონდა აქ ჩამოსვლის განმავლობაში, რომელიც ძალიან წარმატებული გამოდგა. Last week I spent 3 hours with the veterans of the 2001, 2002 and 2008 wars. 91, 92, I guess. წინა კვირას შეხვდა ომის ვეტერანებს, 91-92 წლის ომის ვეტერანები იგულისხმებიან და 2008 წლის ომის ვეტერანებს და 3 საათი გაატარა ამ შეხვედრაზე. There were about 20 people there. We talked for 3 hours and I told them our philosophy and how we believe in peace building. And suddenly after 2.5 hours, a major general on one side got up, apologized to his colleague, went over to the other side and gave him a big bear hug. First time they'd done that in 20 years. იქ 20 ადამიანი იმყოფებოდა, ჩვენ ვესაუბრეთ მათ ჩვენს ფილოსოფიაზე, ჩვენს ხედვებზე მშვიდობასთან დაკავშირებით
და დიდხნიანი საუბრის შემდეგ მთავარი გენერალი ერთი მხარის წარმომადგენელი წამოდგა და ბოდიში მოუხადა და გადაეხვია ასე ვთქვათ მეორე მხრის წარმომადგენელ გენერალს საუბარია კობა კობალაძეზე და ლოთი ქობალიას შესახებ. It was an historic moment, actually, for Georgia. ეს მომენტი იყო საქართველოსთვის. One of the other things I talked to them about, several of them were disabled veterans. I talked to them about disability issues, which I've been involved in for over 30 years. ძალიან მნიშვნელოვანი რაც იქ იყო, რომ რამდენიმე მათგანი იყო მისგან უნარშეზღუდული, დასახიჩრებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა, მე ამ თემებზე დიდი ხანია უკვე მუშაობ და უნარშეზღუდულებზე დასახიჩრებული. And I was appointed by President Carter in 1980 to be the chairman of the U.S. 1981 International Year for Disability for the whole United States. Okay. 80 წელს და შემდეგ 91 წელს 80 წელს კარტერის იყო დანიშნული ამ საერთაშორისო 10 წლეული იყო ამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის. And then went to the United Nations and launched the International Decade, 10 years globally for disabled people. ანუ სწორედ ამ 10 წლეულზე საუბრობს, რომ მათ ჩამოაყალიბეს ასე ვთქვათ, მათი იდეა იყო ეს. And out of our action, the Americans with Disabilities Act was passed as the finest law in the history of the world on disability issues. შემდეგ კანონი შემოიღეს ამ უნარშეზღუდულებზე ამერიკაში. You may continue. And then I learned, and I helped draft the International Treaty on Rights of Disabled People. Georgia initialed that treaty in 2009. 2009 წელს საქართველომ ინიცირება გაუკეთა რეზოლუციას. პარლამენტმა But your parliament has not ratified that treaty. და პარლამენტს რატიფიცირება არ მოუხდენია. So it doesn't come into effect. ანუ მოქმედებაში ეს არ მოდის თუ რატიფიცირება არ მოხდა. And I want your help in urging the parliament to ratify that treaty so that disabled people in your country, veterans and non-veterans, have more rights than they have right now. და მე გთხოვთ რომ თქვენს პარლამენტზე მოახდინოთ ზეწოლა რომ ვეტერანები და არავეტერანები დასახიჩრებულები ანუ უნარშეზღუდულებს რომ თავიანთი უფლებები დაცული ქონდეთ. Another thing that I did in various my speeches that I was making, I talked about the International Day of Peace. და მე ამ საუბრის საუბრობს ანუ საერთაშორისო მშვიდობის დღეზე. Last Saturday, September 21st, I was on the Capitol lawn in Washington, D.C., overlooking the mall and launching the International Day of Peace, the 31st anniversary on that day. წინა შაბათს 21 სექტემბერს კაპიტოლიუმის წინ ვიყავი და 31 წლის თავს აღნიშნავდი ამ საერთაშორისო მშვიდობის დღესთან დაკავშირებით. And I wrote the resolution starting the International Day of Peace at the United Nations in 1981, and it started in 1982. და 91 წელს მე დავწერე ეს რეზოლუცია მშვიდობის საერთაშორისო მშვიდობის დღესთან დაკავშირებით და 92 წელს ის შემოვიდა მოქმედებაში. Last Saturday, 500 million people all over the world celebrated an International Day of Peace. წინა შაბათს 500 მილიონმა ადამიანმა მსოფლიოს გარშემო აღნიშნა ეს დღე. And I want you to understand that next September 21, so you can stimulate action and do coverage of this very, very important idea. და მე გთხოვთ თქვენ რომ შემდეგ 21 სექტემბერს თქვენს მოახდინოთ ამ იდეის ასე ვთქვათ იარი დავარქვათ და თქვენც აღნიშნოთ ეს დღე. I had a great meeting with our patriarch the other night. He's a great leader and a great man. რამდენიმე დღის წინ ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა თქვენს პატრიარქთან, ის არის ძალიან დიდი ადამიანი და დიდი ლიდერი. And I urged him to urge the passage of the disabled და მე law.
ან მასაც თხოვა რომ ამ არ შეზღუდულებდა დასახელწრებულებთან დაკავშირებით ეს ამ კანონზე უფრო დიდი რეაგირება მოახდინა. And we also talked about Abkhazia, because he lived there for 11 years. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ აფხაზეთზე, ის ცხოვრობდა იქ 11 წლის განმავლობაში. And he said every day people from there come out and talk to him. And I said to other people, you can use that as a basis for building connections between Abkhazia and Georgia. მან მითხრა რომ მას აქვს კონტაქტები აფხაზეთში და ყოველდღე ადამიანები მასთან ჩადიან და ესაუბრებიან. You may continue. Any questions? You talked about the economical zone, so how do you see the unification of Georgia, Armenia and Azerbaijan into this? Say it again. You talked about economical zone, perhaps you can expand the idea, how do you see the unification of these three countries when Georgia is going a different way and Armenia is going a total different way? Well, I think that there's a lot of similarity between the three countries. მე ვფიქრობ რომ ბევრი საერთო რაღაცა აქვთ აკავშირებთ ამ სამ ქვეყანას სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო. I'm chairman of the board of another NGO called the Millennium Project. They've just opened up an office in Baku. Millennium-ის პროექტის კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის Millennium-ის პროექტის თავმჯდომარეც გახლავართ, რომელთაც ასევე ოფისი გახსნეს ბაქოში. And my executive director has had 2 meetings with the president of Azerbaijan, who wants to develop them into a democracy over time. და ჩვენს გენერალურ დირექტორს with the president The president of the country. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ჰქონდა შეხვედრა, რომელსაც დროთა განმავლობაში სურს რომ დემოკრატია დაამყაროს ქვეყანაში. He said we've always been under other people's rule, and now we want to become a democratic nation step by step. და მას უნდა რომ ნაბიჯ ქვეყანა წაიყვანოს დემოკრატიისაკენ. And he just signed a 3-year agreement with my NGO saying that they want help on designing a future for Azerbaijan. A very hopeful sign. და მათ მოაწერეს ხელი 3 წლიან ხელშეკრულებას სწორედ ამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანის მომავალზე. And your prime minister was very well received when he went to Azerbaijan and Armenia, and I really believe that the government and the people want closer union, and the economy is the way to start, like they started in Western Europe. და თქვენი პრემიერ-მინისტრი ძალიან კარგად მიიღეს როგორც აზერბაიჯანში, ისე სომხეთში და მთავრობაც და ხალხისაც თვის კარგი იქნება ეს ზონა და ეკონომიკური ზონა კარგი საწყისი ეტაპი არის ამისათვის. You can start with building a free zone between the three countries with no duties charged for exports and imports. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ თავისუფალი ზონით ამ სამ ქვეყანას შორის ექსპორტისათვის და იმპორტისათვის თავისუფალი ზონა რომ ჩამოყალიბდეს. You can set up a joint committee from all three countries in which they meet regularly and talk about how to do this. და შეგიძლიათ შექმნათ საერთო კომიტეტი, რომელიც შეიკრიბება და ისაუბრებს იმაზე თუ როგორ გააკეთონ ეს. Once the political will is there, they can make the changes that are needed. და როდესაც პოლიტიკური ნება იქნება, შემდეგ მოხდება ცვლილებები. I'm optimistic about the future. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მომავლისაკენ. Is that all? Okay, yeah. We got it. Thank you very much. Okay. So it's time to leave. Thank you for listening. Just a second. Just a second. მოდი აქ მითხარ. მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი. მრავალარხიანი. ინგლისურად არის Institute for Multi-Track Diplomacy. IMTD-2 არის. კი ბატონო, კი. შუდო ან
მშვიდობის დამყარება არის, ანუ რაზეც ისაუბრა, მას აქვს თავისი კონცეფცია, 9 არხიანი დიპლომატია, რაზეც ისაუბრა და ანუ ძირითადი ის არის, მაგრამ ისინი ანუ ორიენტირებული ძირითადად არიან ხალხზე და ანუ ხალხთა შორის კონფლიქტის მოგვარებაზე. და ირაკლი კაკაბაძე ხელმძღვანელი საქართველოს ოფისის ლევან გერაძე, კი დირექტორი არის ამ ოფისის. ბატონო ირაკლი კაკაბაძე მისი მეგობარი არის. თუმცა ირაკლი კაკაბაძეს მონაწილეობს ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა, ასე ვთქვათ, დიდი წვლილი მიუძღვის მას. You should also know that the women are the peace builders of the world. თქვენ ასევე უნდა იცოდეთ, You can რომ quote me on that anytime. I've been to 103 countries, and every country I've ever been in, it's the women who get it before the men do. The women are the peace builders. ანუ თქვენ უნდა ასევე უნდა იცოდეთ, რომ ქალები არიან მშვიდობის მშენებლებიო 103 ქვეყანაში ვიყავიო და ყველგან ასე არის, ასე ვთქვათ, მოკლედ რომ ვთქვათ. ანუ საჭირო. კი, ანუ საქართველოში არის დაარსებული და საქართველოში მოსწავლე. კი, ჩაატარებენ, კი. მაგრამ ამაზე თუ გნებავთ შემდეგ დამატებით ლევანსაც შეგიძლიათ ესაუბროთ, ის უფრო ჩახედულია მე ხა ნაკლებად ამ მრავალახიან დიპლომატიის იმაში საქართველოს პილიაში ნაკლებად ვერ გქონდა. ლევან, ანუ კი, დამფუძნებელი გახლავთ და ლევანი არის საქართველოს ისა. ბატონო.